საღამომშვიდობის უყურებთ კურიერს 6 საათზე თამთა გაზაშვილთან ერთად. 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ამ დღეს ტრადიციულად დილიდან ხალხმრავლობა გმირთა მემორიალთან. ხალხმრავლობა იყო დღესაც, თუმცა შეკრებას პროტესტის ფორმა ჰქონდა. აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით შეკრება ჯერ კიდევ გუშინ ღამით დაიწყო. დილით ადგილი ჰქონდა დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდს. მემორიალთან განვითარებულ პროცესებს პროვოკაციას უწოდებს სახელმწიფო გუნდი. ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი არმისულა რუსთაველზე, ისინი საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილება. 9 აპრილი კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ერთი მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა ამასთან ერთად ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას მოუტანა გაერთიანება, ქართულ ხალხს მოუტანა გაერთიანება და მოუტანა დამოუკიდებლობა ზუსტად 2 წელიწადში 9 აპრილის ტრაგედიიდან საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს ყველაფერი ასევე შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას, ერთმანეთის მიმართ სიყვარულს. ჩვენ ხედავთ, რომ არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას და ზუსტად იგივე პროცესები წარიმართებოდა საქართველოში დაახლოებით 35 წლის წინ, როდესაც მაშინდელი საბჭოთა KGB ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და სამწუხაროდ ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან. დღეს ვხედავთ, რომ უკვე სხვა ძალები, მაგრამ გარე ძალები ასევე ცდილობენ ხელოვნურად გახლეჩონ ქართული საზოგადოება, დათესონ სიძულვილი და ეს ძალები, ეს უცხო ძალები მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავის დროზე საბჭოთა KGB. მე გულისხმობ ეგრეთ წოდებულ Deep States და ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ Deep State მოქმედებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. მადლობა ღმერთს ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისათვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. და დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად. დღევანდელ დღეს მათ სცადეს 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე, გამოიყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად. რა თქმა უნდა, ზუსტად ისევე, როგორც დამარცხდა თავის დროზე 34 წლის წინ საბჭოთა KGB, როცა ჩვენ გამოაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს თავისუფლების იდეა. გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცვლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ ეს კონკრეტული პროვოკაცია გამოიყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ აყვებოდით მათ სცენარს და რას თავარია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მიცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არა მარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც დავწერე, რომ ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ, გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ. რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ყველას ჰქონდა მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა და დაძაბულობას მხოლოდ პროვოკაციული შემთხვევები ქმნიდა. შედარებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს გახარიას გუნდში, სადაც ითქვა, რომ 9 აპრილი ერთიანობის დღე და ყველამ თავი უნდა შეიკავოს დაპირისპირებისგან. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დღესვე გააკრიტიკეს პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების გამო. ითქვა, რომ მან რუსეთის ნაცვლად გარე ძალები ახსენა. საკუთარი განცხადების შეფასებებს სპეკულაციური უწოდა ირაკლი კობახიძემ. მან სამების ტაძართან მედიასთან განმარტა, რას გულისხმობდა პოსტში. ირაკლი კობახიძის თქმით, მას პარალელი ჰქონდა გავლებული 36 წლის წინანდელ მოვლენებსა და დღეს მიმდინარე პროცესებთან.
ვისაც უნდა პატივი მიეგო ამ ტრაგიკული დღისთვის, ამ სისხლიანი დღეს დაღუპული გმირებისთვის, ყველა ეს ადამიანი აქ მოვიდა და მიაგო პატივი. ის ადამიანები, რომლებიც აქ მოვიდნენ, ადამიანების სალანძღავად, ისეთი ადამიანები, რომელსაც არ ეთანხმებიან მათი უშვერი სიტყვებით მოხსახსენიებლად, ეგეთი ადამიანების ადგილი არასდროს არ იყო 9 აპრილის გმირების მემორიალთან. არასდროს არ იქნება მომავალში. ესეთი ადამიანები არ აქვს პროვოკაციისთვის მოსული. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა, გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა პირველ რიგში აქ დაღუპული გმირების წინაშე და მათი ხსოვნის წინაშე, რომ დღეს ამ დღემ ჩაიაროს მშვიდად დაპირისპირების მომხრე ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ და ბუნებრივია განსაკუთრებით დღეს 9 აპრილს ეს არ არის დაპირისპირების დღე. 9 აპრილი არის ის დღე, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს ყველას. არალეგიტიმური ხელისუფლება თავის სახელსაც კი ვერ არქმევს იმას, რაც რეალურად მოხდა, რომ 99-ში რუსმა ჯალათებმა, როდიონოვისა და ლებედის ჯალათებმა დახოცეს ქართული ახალგაზრდები. ესეც არის სერიალი სპეკულაციები. რეალურად მე აქცენტი მქონდა პარალელზე 26 წლის წინაც მოქმედებდა გარეძალა, სხვა გარეძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარეძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს. აი ზუსტადაც რომ მე ვსვავ ტოლობის ნიშანს. რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა KGB. მეთოდები არ შეცვლა. საბჭოთა KGB-ს მეთოდებით მოქმედებს Deep State. ჩვენ ვართ მთავრობა, ჩვენ ვართ შესაბამისად ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც გარეთ დაკვეთით სიზულვილს ხელოვნურად ესავენ ჩვენ საზოგადოებაში. ისინიც უნდა შემოაბრუნოთ ჩვენ სწორი მიმართულებით. ამ დღეს აქ უდიდესი და თან ორმაგი დატვირთვა. ერთი დიდი ტრაგედია, როდესაც ჩვენი გულანთებული მართლაც 21 მოქალაქე მშვიდობიანი შეიწირა როდიონოვის საბჭოთა არმიის სისასტიკემ და მეორე, როდესაც ეს გახდა გამარჯვების სიმბოლო და აქედან 2 წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა იზეიმა, ამოაცხადა და როცა ჩვენ ამ თარიღზე საუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილები ერთი მხრივ გმირობის თავგანწირვის მაგალითზე და მეორე დამოუკიდებლობის სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ. ამაშია დღევანდელი დღის მთავარი არსი. რაც შეეხება დღევანდელ დამოუკიდებლობას, თავის დროზე იმ ხალხისა, ვინც ზოგი შეიძლება გულწრფელადაც ფიქრობდეს, რომ რაღაც კარგ საქმეს აკეთებს და შეცდომაში იყო შეყვანილი, თუმცა ცოტანი იქნებიან ასეთი, მაგრამ ბევრმა იქ მდგომმა ძალიან კარგად იცის, რომ თავის დროზე როდიონოვი ცდილობდა რუსთაველის გამზირის ოკუპაციას და ახლა ცდილობენ ბურჭულაძე როდიონოვები, რომლებიც თავის დროზე უწოდებდნენ რუსულ ბანს, რუს ბანს და ასე შემდეგ და დღეს ცდილობენ რომ დამოუკიდებლობის იდეას ამ გაგები დაესხან თავს. დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ერთიანობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართული და ქართველი ხალხის ერთობასთან. ქართულ ერთობასთან, კიდევ უფრო ზუსტად, აი ამ დღეს ცდილობენ რომ დაპირისპირება შემოიტანონ და ძალადობა შემოიტანონ. ჩვენ ასეთ პროვოკაციებს ბუნებრივია არ ავყევით. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უნდათ მათ რაღაცა სურათის დადგმა, რომლის მიხედვითაც მართლა ძალიან ცუდი იქნებოდა, ხო როგორ წარმოგიდგენიათ, იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა უკაცრავად ამ გამოთქმისათვის გაათრიოს და მერე მიხვიდა და ტიტები დააწყო. აი ამ პროვოკაციაზე წარმოგება უნდათ, არ ავყევით. ჩვენ ვარჩიეთ, რომ ამოსულიყავით სამებაში, პარაკლისზე მოგვეხსენიებინა სულები გარდაცვლილი გმირების და ყოველთვის შევეცდებით, რომ რაღაცნაირად ამ სისასტიკეს, ბოროტებას, დამოუკიდებლობას თავდასხმას ღირსებით და ღირსეულად უპასუხოთ. როდიონოვის ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე ადამიანებმა ჩაანაცვლეს, ამ შინაარსით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა. შალვა პაპაშვილის სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებსაც გამოეხმაურა და ფაქტი პროვოკაციად შეაფასა. აქ განაცხადა, რომ ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა სამოქალაქო ომამდეც მისულა, თუმცა დრო გავიდა და საზოგადოებამ დასკვნები გამოიტანა.
განსხვავებები არსებობდა ყოველთვის. ისტორიის ყველაზე მძაფრ წუთებშიც კი. ასე იყო 1989 წლის 9 აპრილსაც. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მაშინაც, როცა არჩევნები ტარდებოდა და ბრგვალი მაგიდის გარდა სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს. შეხედულებათა სხვაობა იყო რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაზე. ყველა საკითხზე იყო სხვაობა. აზრთა სხვადასხვაობა სამოქალაქო ომამდეც მისულა, მაგრამ დრო გავიდა, ისტორიამ პროცესი შეაფასა, ხალხმა დასკვნები გამოიტანა. გამოჩნდა რა იყო უგუნურების ბრალი და რა გარედან წაქეზებით ჩადენილი. და ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა. კვლავ ამოქმედდა სიძულვილის პროპაგანდა. მას სურს გაგხოს და იბატონოს, დაგვიმორჩილოს და გვმართოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესად თავისი პოლიტიკური დღისწესრიგი შემოგვიცუროს. 1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს რუსთაველზე როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდ დაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას. ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი, ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს. ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით. ისინი ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას. ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში შესრულდება, ქართველი ხალხის დაკვეთა. ეს დაკვეთა თანასწორობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობაა. ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, 9 აპრილის იდეა და დახრილი სისხლი გაიმარჯვებს. 9 აპრილის მემორიალთან ამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება საკრებულოს ფრაქცია ქართული ცნობა დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძეს მემორიალის ყვავილებით შემკობა სურდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს, ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იზოლებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს და რამდენიმე მოქალაქეს. მე როდესაც მოვდივარ მოქალაქე და მინდა რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილები და სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, 1000 სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერი და თავარი რა არის გეტყვით ერთი წამით რა ესეთ სიბინძურეებს კადრულობენ ეს ადამიანები რა. მე რა თქმა უნდა ამ დონეზე არ დავეცემი და არც ერთი ჩვენი გუნდის წევრი არ დაეცემა ამ დონეზე, მაგრამ მთელი საქართველო ხედავს ეს ადამიანები რასაკეთებენ აქ? იფურთხებოდნენ, აი სახეში იფურთხებოდნენ. მარტო ვარ მოსული ამდენ კაცთან. რამდენი ადამიანია შეხედე და მარტო მოვედი, ყვავილებით ხელში და ესე დღეში ესე იქცევი. ეს ჩემი შეურაცხყოფა ნამდვილად არ არის. ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა. პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ ყოველ წელს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები 36 წელია. და იმ დღესაც აქ ბევრი არის მონაწილე, რომლებიც ზუსტად რუსთაველზე ან ჩვენ სამოყვარ ქუჩაზე დავდივართ და გავიარეთ ის საშინელი დღე, რომელიც იყო. ამიტომ წელსაც პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირებს. ჩვენ ახლა გადავიხარეთ პანაშვიდი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. შევუნდოთ უზრუნველოვანი მათი, ვინც არ უშვებს ქართველებს და იმ ადამიანებს, ვინც მართლა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, აღორძინებაში, სულიერებაში. რუსთაველის გამზირზე ახლა სიმშვიდეა 9 აპრილის მემორიალთან აქცია გრძელდება, ადგილზე იმყოფებიან საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები, იყო სიტყვით გამოსვლებიც. შეკრებილების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა, ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია. ჩვენ გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი ესეთი ეპოქა საქართველოს დამოუკიდებლობიდან. ეს არის სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენა და შემდგომ ვარდების რევოლუცია, რომელმაც შემოაბრუნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის გზაზე. ეხლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უკვე მონაპოვარის დასაცავად. ამისთვის ხედან ეხლა ჩვენი პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები, ახალგაზრდები, მიხეილ სააკაშვილი. ხომ არ დავიღალეთ ბატონებო? აბა ხელები აწიოს ვინ არ დაიღალა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჯერჯერობით აქ, არავინ არ უნდა დაიშალოს. როგორც თქვით, უნდა საღამომდე აქ ვიყოთ. პირიქით დაურეგეთ ხალხს, რომ შემოგვიერთენ. მემორიალის ირგვლივ მაქსიმალურად მჭიდროდ განვლაგდეთ და გავამაგროთ მემორიალის ტერიტორია.
სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის საპატრიარქო ტახტის მოსახდრემ სერაგესა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა. მამბრელს ქადაგებით მიმართა და 36 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსნა. პანაშვიდს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო. 9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ წუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივახციეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის. ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების. განცხადება გავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია. ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვა და გაუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის გამტკიცების გზაზე სვლა. დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის, წერს მიხეილ ყაველაშვილი. დილით 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ დიპლომატები. რუსთაველის გამზირზე პირველი შეერთებული შტატების ელჩი გამოჩნდა. რობინ დანიგანმა მემორიალთან ყვავილები მიიტანა. რუსთაველის გამზირზე მივიდა პოლონეთის ელჩიც, მან დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. თარიღთან დაკავშირებით განცხადება გავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. უერთდებით საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის აღნიშვნას. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს, წერს დიპლომატიური წარმომადგენლობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებას კოლონიალისტურ მიდგომას ადარებს. ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე ცვლად ისაუბრა რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს შესახებ. მისი შეფასებით საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად აქციეს. ილჰამ ალიევმა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უზბეკეთში გამოსვლა გაიხსენა, სადაც მან ისაუბრა შუა დერეფანზე, თუმცა არაფერი უთქვამ საქართველოზე, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეფასებით უსამართლობაა. კიდევ გაცხადებები გააკეთა მეზობელი სახელმწიფოს ლიდერმა და როგორი ამ გზავნილებზე პოლიტიკური შეფასებები თბილისში. მირიან გორგოძე გაგაცნობთ თემის დეტალებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროკავშირი ზოგადად და ამავე დროს ის პოლიტიკოსებიც ინდივიდუალურად, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან. მაგალითად, ამ კონტექსტში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ახსენა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც თავის მხრივ განცხადება გააკეთა უზბეკეთში, ცენტრალური აზიისა და ევროკომისიის ლიდერების სამიტზე. შუა დერეფნის მიმართულებით ილჰამ ალიევმა გაიხსენა, რომ ის დარჩა საკმაოდ გაკვირვებული, როდესაც მოусმინა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომელმაც თავის მხრივ ისაუბრა შუა დერეფნის როლზე და მნიშვნელობაზე და საუბრობდა ილჰამ ალიევის სიტყვებით ურსულა ფონ დერ ლაიენი მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნაზე და ილჰამ ალიევის განმარტებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ განცხადებისას უგულებელყო ზოგადად აზერბაიჯანისა და საქართველოს როლი რეგიონში სტრატეგიული პროექტების განვითარების მიმართულებით და ზოგადად შუა დერეფანზე საუბრისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, საერთოდ არ ახსენა საქართველოს, ეს კი როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, არის უსამართლო დამოკიდებულება ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან. ურსულა ფონ დერ ლაიენი საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნაზე, შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რასაც ისინი ევროპის გლობალურ კარიბჭეს უწოდებენ. ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი მასში არავითარ როლს არ თამაშობს. ჩვენთვის ევროპელი ბიუროკრატები სომხეთისადმი გრძნობები გასაგებია, მაგრამ რუკას ვერ უგულებელყოფ. და ჩვენ საქართველოსა და აზერბაიჯანში უკვე უზრუნველყავით ყველა ეს შესაძლებლობა, რომელიც
რომელიც დღეს ევროპელებს ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში ეხმარება. საქართველოს საზღვაო პორტები ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტი ალათში, კასპიის ზღვაოსნობა, რომელიც ტრანსპორტის შემადგენელი ნაწილია. ყველაფერი ეს იგნორირებულია. ჩვენს მიერ ინვესტირებული ფული იგნორირებულია. მხოლოდ თურქეთსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების გახსნაზეა საუბარი. რა უნდა ქნას ევროპამ? ეს მათი საქმე არაა. თურქეთსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ევროპისგან შორს არის. არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოზე, თითქოს საქართველო არ არსებობს. ეს უსამართლოა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ახსენა ევროკომისიის მხრიდან მცდელობები ჩაერიოს საქართველოს საქმიანობაში. ილჰამ ალიევის განმარტებით ის არის ამ შემთხვევაში ევროპოლის სტრუქტურის მხრიდან საქართველოსადმი კოლონიალისტური დამოკიდებულების ნიმუში, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოში და საქართველოს საქმეები უნდა გადაწყდეს საქართველოს შიგნით, ქართველი ხალხის მიერ და არა ბრიუსელის მხრიდან. ევროპულ კომისიაში საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კოლონიალისტურ მიდგომას გავს. ისინი ქართველი ხალხის ნებას ცდილობენ შეხედონ კოლონიალური წარსულის პრიზმიდან. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ მათთან ვართ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობამაც იცის. საქართველოს შიდა პრობლემები ქართველი ხალხის და არა ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ უნდა იყოს მოგვარებული. ოფიციალურ ბაქოს მხრიდან ბრიუსელის კრიტიკა არაკვირვად საქართველოს ოპოზიციაში, რადგან მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანისთვის არ არის აქტუალური და პრიორიტეტი ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანება და შესაბამისად მათთვის ბუნებრივი მომენტია, როდესაც ისმენენ აზერბაიჯანის პირველი პირების მხრიდან კრიტიკას ევროკავშირის მიმართულებით, თუმცა როგორც ოპოზიციაში საუბრობენ, განსხვავებული მიდგომები არსებობს ევროპულ სტრუქტურებთან მიმართებაში, თავად საქართველოში, რადგან საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული ევროინტეგრაცია და ქართული ხალხის უმრავლესობის სურვილი სწორედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩვენთან აკეთებენ განცხადებას, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იბრძვიან ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ მადლობას უხდიან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, აზერბაიჯანელ ხალხს, საქართველოსადმი გამოხატული სტრატეგიული პარტნიორობისადმი და კეთილმეზობლური ურთიერთობისადმი და აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, რაც უფრო გადის დრო, მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ამჩნევს ევროპული სტრუქტურების მხრიდან მცდელობებს ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმიანობაში. ის რომ ქართველი ხალხის უპირობო არჩევანი არის ევროკავშირი და ევროპა, ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის ნება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის შემთხვევაში შეიძლება არ არის აქტუალური ევროკავშირისკენ მიმავალი გზა და ევროპული მომავალი, თუმცა ქართველი ხალხისთვის ეს არის უპირობო და უნიშნულოვანი საკითხი, რომლისთვისაც დღესდღეობით საქართველოს თითოეული მოქალაქე იბრძვის და მოითხოვს აღდგეს საქართველოს ევროპული გზა. მსოფლიოში არა მხოლოდ ბატონი ალიევი, არამედ სხვაებიც კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირს აქვს უსამართლო მიდგომა. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ამ უსამართლო მიდგომით ზეწოლა მოახდინონ ქართულ ხელისუფლებაზე და ქართულ ხალხზე, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე კარგად ისწავლა, ასე ვთქვათ, წარსულის გაკვეთილები და მისთვის მთავარი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესები, საქართველოს ინტერესები, შესაბამისად ვერანაირ ზეწოლას და ვერანაირ მუქარას ქართულ სახელმწიფოზე ზეგავლენა ვერ ექნება. და კიდევ ერთხელ ეს არის დასტური ბატონი ალიევის განცხადება, რომ სოფლიოში ძალიან ადეკვატურად აღიქვავენ იმ პროცესებს, რა პროცესებიც საქართველოში მიმდინარეობს. ახალი მსოფლიო წესრიგისთვის ეს არის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც იმართება აზერბაიჯანის დედაქალაქში და სწორედ ამ ფორუმის მიმდინარეობისას გააკეთა განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. მადლობა, ეს მირიან გორგოძე იყო.
საქართველოს შესახებ განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხტომაზე. უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრიას ლაზლო აცხადებს, რომ USAID ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ერევდნენ, აფინანსებდნენ ოპოზიციას. ევროპარლამენტარმა თქვა ისიც, რომ საპროტესტო აქციებში ევროპიდან არაერთი სპიკერი მონაწილეობდა. ხტომაზე საქართველოს შესახებ მწვავე განცხადებები გააკეთა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენ ვგმობთ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის დემოკრატიულ უკუსლას, რომლის კულმინაცია იყო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ჩვენ უარს ვაცხადებთ ქართული ოცნების თვითდანიშნული მთავრობის აღიარებაზე. ერთადერთი გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად არის ახალი დემოკრატიული არჩევნები. ჩვენს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი და მოვალეობა გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს. სამწუხაროდ წევრი ქვეყნების გამოხმაურება ზოგიერთი გამონაკლისის გარდა არაადეკვატური იყო. რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს ზოგიერთი თქვენგანი, განსაკუთრებით უნგრეთთან მიმართებით. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს უნგრეთი იყო, რომელმაც საქართველოს პოლიტიკაში ასობით მილიონი გაგზავნა. ეს უნგრეთი იყო, რომელმაც ძალიან დიდი ფული ჩადო საქართველოში არჩევნებში. არა, ეს უნგრეთი არ ყოფილა. ეს იყო USAID, ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ეს იყო ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთა. თქვენ ასევე მხარს უჭერდით ოპოზიციის პროტესტს. უამრავი ევროპელი სპიკერი გამოჩნდა ამ აქციებზე საქართველოს ქუჩებში და მე გვეუბნებიან, რომ თქვენ იცავთ დემოკრატიას. ეს ამარცხინოა. მე მოგმართავთ თქვენ, თუ ნამდვილად გჯერავთ, რომ საქართველოს ჭირდება ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირები, მაშინ იქნებ დაიწყოთ მოლაპარაკებები იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც არჩევნებში გაიმარჯვეს. ევროკავშირი უარს ამბობს მოლაპარაკებაზე მათთან, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა. ჩვენ ნამდვილად პატივი უნდა ვცეთ რეალობას. ათობით მილიონი დოლარი ჩაიდო საქართველოში. ეს არის უცხოური ჩარევა, როდესაც თქვენ ჩნდებით ოპოზიციის პროტესტებზე, ეს არის ჩარევა. როდესაც თქვენ ფინანსურად მხარს უჭერთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს არის ჩარევა. საკმაოდ გაოცებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ საქართველოს საკითხზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ეს სისტემაა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მოგვარებულიყო. ჩვენ პატივი უნდა გვეცა არჩევნების შედეგებისთვის და ამის ნაცვლად ჩვენ კვლავ ვერევით იმაში, რაც ხდება. მიმაჩნია, რომ კონსტრუქციული მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვცადოთ, გავიგოთ, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს მათთან საუბარი, დიალოგი. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გვჭირდება. გარეთ-ჩარევებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ევროპის აუდიტორთა სასამართლოს დასკვნის შეფასების ეს განაცხადა. შტატების ადმინისტრაციის შემდეგ ევროპულ სტრუქტურებში ადასტურებენ, რომ გარკვეული თანხები სხვა სახელმწიფოებში არეულობის მიზნებით იხარჯებოდა. ცნობისთვის აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის მხრიდან 3 წელში არასამთავრობო ორგანიზაციებზე 7,5 მილიარდი евро გამოიყო. თანხის ჩარიცხვის მიზნები კი დაუდგენელია. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ NGO-ების გამჭირვალობისთვის და პირიქით კონკრეტული ძალები ვიბრძოდნენ გამჭირვალობის წინააღმდეგ. რეალურად ეს თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების გაღვივებას. ჩვენ სწორედ იმისათვის მივიღეთ კანონი გამჭირვალობის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერავინ დაპირისპირებოდა გაუმჭირვალე დაფინანსების მეშვეობით. ჯერ მოვისმინეთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით პირდაპირ განაცხადა ახალმა ადმინისტრაციამ, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის ნედის თანხები ხმარდებოდა რევოლუციურ პროცესებს, ქვეყნის არევას, სხვა სახელმწიფოებში. ახლა უკვე ჩვენ ხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. თქვენ ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებით დაკავებული და სიძულვილის დათესვით დაკავებული. ხო, ეს არის ყველაზე მდიდარი NGO-ები, ეს არის პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. NGO-ები გარედაფინანსება, გაუმჭირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. საქართველოში გრანტის შემოსვლას მთავრობის ნებართვა დასჭირდება. ქართული ოცნების კანონპროექტის პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების და განსხვავებული აზრის შეზღუდვას ცდილობს. განმარტებები გააკეთა დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. პროექტის მიხედვით გრანტის გაცემას მთავრობის ნებართვა დასჭირდება. ცვლილება არ შეეხება სპორტულ ასოციაციებს, ფედერაციებს და კომიტეტებს, განათლების და მეცნიერების
მეცნიერების სფეროს, ასევე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. გრანტების მეშვეობით, გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას. ეს კანონი შესაბამისად უპირისპირდება არა გრანტს როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს. შესაბამისად საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტების მეშვეობით, NGO-ების მეშვეობით საქართველოში ხელოვნურად დათესვონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენ საზოგადოებაში. შეინიშნა იმ გრანტების, რომელიც პირველ რიგში ხმარდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების გამყარებას და ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას. მათ შორის სხვადასხვა სახის სოციალური პროექტები იქნება, იურიდიული დახმარება იქნება თუ ასე შემდეგ. ამ ვითარებაში მათი ნებისმიერი ქცევა მხოლოდ და მხოლოდ არის დაკავშირებული მათ შიშთან, რაც არის ირაციონალური. ვის ატყუებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ზღუდავენ? ხალხი, რომელიც თვითონ მუშაობდა აქ, ეხლა მოტრიალდა და უნდათ რომ შეზღუდონ ყველაფერი. არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ზღუდავენ, როგორ არ ზღუდავენ? უმარტივესი ტესტია. უნდა შეხედოთ ამ ხალხს, ვინ არიან აქტორები და შემდეგ უნდა ვნახოთ რა არ მოსწონთ მათ. რაც არ მოსწონთ მათ და რაც ცუდია მათთვის, კარგია ქართული სახელმწიფოსთვის და საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისათვის. უმარტივესი ტესტია, იმიტომ რომ აგენტურა, რასაც იწუნებს, ის ავტომატურად კარგია. თუმცა ჩვენ ამით არ გავთამამდებით და საზოგადოებრივ ტესტს გაივლის ყველა ჩვენი გადაწყვეტილება. თუ კი ის მართლაც შემოვა ნებისმიერი გრანტი იმ მიზნებისათვის, რომელიც წერია ფურცელზე, კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, მათ შორის მთავრობას დაეთანხმება. ასე ხო არა, რომ აგუძალეთ, აკრძალვა არის ტყუილი. და ისიც ტყუილია, რომ ჩვენ გრანტის მიმღებებს უგზავნებთ რაღაცას. პირიქით საუბარია იმაზე, რომ გრანტის გამცემებს არ ექნებათ მთავრობის თანხმობის გარეშე ამ გრანტის გაცემის უფლება. და თუ რაც წერია ფურცელზე. ფურცელზე ხო იცით რა წერია ხოლმე? კეთილშობილური მიზნები, სოფლის მეურნეობის რაღაცა პროგრამები და თუ ამ მიზნებს მოემსახურება რეალურად, არავინ დაბლოკავს ამ გრანტებს. ბუნებრივია, მაგრამ როდესაც გრანტი იქნება არამიზნობრივი, ანუ ერთი რამე ეწერება ფურცელზე და მეორე რამეს ხმარდება და ამისი ობიექტური მოლოდინი იქნება შესაბამის ანალიზზე, შესაბამის ლოგიკაზე თუ მტკიცებულებებს დაფუძნებული, მაშინ იქნება ასეთი გადაწყვეტილებები. მანიპულაცია დაფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ფაქტ-ჩეკის განცხადებას. ორგანიზაცია მამუკამ დინარაძის განცხადებას სიცრუეში შეაფასა. საუბარია კომენტარზე, სადაც უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს. ფაქტ-ჩეკი წერს, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი იყო და ეს ფაქტი კომისიას არ დაუდგენია. ოღონდ გარედაკვეთა შეასრულოს ფაქტ-ჩეკმა თავისი პატრონებიანად და ანუ ტყუილი დაარქვა იმას, რაც ისედაც ვიცოდით თურმე. ანუ აწი დაიმახსოვრეთ, რაც ისედაც იცით, იმას თუ გაიმეორებთ, ის ტყუილია ფაქტ-ჩეკის აზრით. ანუ თუ ისედაც ვიცით, რომ ფაქტ-ჩეკი არის ნაცების და აგენტურული სააგენტო, ეს ხო ისედაც ვიცოდითო და ტყუილიაო გეტყვიან. ამიტომ ვაღიარებთ ყურს, რომ ფაქტ-ჩეკი არის ნაცების სააგენტო, იმიტომ რომ ის ისედაც ვიცოდით. აი წარმოიდგინეთ, ასეთ მარაზმში არიან გახლართულები და წარმოუდგენელ მანიპულაციებზე მიდიან, რომელი მანიპულაციების მიხედვითაც თვითონ თავისივე ამ რაღაცა მანიპულაციურ ალოგიკურ ლოგიკაში იხლართებიან. წარმოუდგენელია, როგორ უნდა გეშინოდეს, არ ვიცი, პატრონის, დამფინანსებლის, ასეთჯერ არ უნდა დაუშვა, რომ ყავდეს. და მე რო ყავთ, ისე ეშინიათ, რომ ნებისმიერ უნდა ეთქვათ რაღაცა არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩემი განცხადება გამოდიოდა ტყუილი და ისედაც ვიცოდითო და სააკაშვილმა ცეცხლი რო გახსნაო, ეს ტყუილია, იმიტომ რომ ისედაც ვიცოდით, აი ამ ლოგიკაში არიან გახლართულები. საქართველოს ეკონომიკა წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით გაიზრდება. ეს აზიის განვითარების ბანკის პროგნოზია. ADB-ის მთავარი ეკონომიკური მიმოხილვა ვარაუდობს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 6% იქნება, მომავალ წელს კი 5%-ამდე შენელება მომსახურების და ფულადი გზავნილების შემცირებას დაუკავშირდება. ანგარიში განმარტებულია, რომ პროგნოზი მომზადებულია 2 აპრილამდე, ანუ იქამდე სანამ შტატების ახალი ადმინისტრაცია ახალ ტარიფებს გამოაცხადებდა ევროპის და აზიის არაერთი ქვეყნისთვის. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა სტაბილურია, განაცხადა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა. ADB-ის ანგარიში შეაფასა პრემიერ-მინისტრმა. 6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო
მაღალი 9.4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და საფუძვლიანი იმედი, რაც თავარია, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ხოლმე უფრო დაბალი და შემდეგ ამ გეგმას ვასრულებდით ხოლმე ჩვენ გადაჭარბებით. ფიქრობთ, რომ წელსაც იქნება შეასრულებელი. ანუ ფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ზრდა გვექნება საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა, ამისათვის დამატებით ინიციატივებსაც წარუდგენთ საზოგადოებას. 2025-26 წლის პროგნოზის მიხედვით ჯამურად მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკა იზრდება 11.3% და 12 საუკეთესო ქვეყანას შორის იქნება აზია წყნარი ოკეანეთის ქვეყნებს შორის, რაც შესანიშნავი შედეგია. ამ მაჩვენებლით საქართველოს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გეგმაზომიერი, ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკით შესაძლებელია სირთულეების დაძლევა და საუკეთესო შედეგების ჩვენება მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკის განვითარება. საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს განვითარებას და უფრო მაღალ ტემპს დააფიქსირებს, დარწმუნებული ვარ, ვიდრე თუნდაც ეს კეთილსაიმედო პროგნოზია, იმიტომ რომ როგორც წესი, საერთაშორისო ინსტიტუტები ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ. საბერძნეთი ქართულ მართვის მოწმობებს აღიარებს. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმება უკვე დაამტკიცა. საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან შეთანხმება გააფორმა. ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება სექტემბერში ათენში გაფორმდა, ახლა კი საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანომ შეთანხმება აღასრულა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამემამულეებისთვის, საქართველოს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ ექნებათ შესაძლებლობა უფრო მარტივად გადაცვალონ ქართული მართვის მოწმობები ბერძნულზე გამოცდების ჩაბარების გარეშე. ეს ხელშეუწყობს მათ უფრო მარტივად ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში და სამუშაო ადგილების მოძებნაში. საბერძნეთში ვიზიტი დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორაშვილი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში დელფოსის ეკონომიკური ფორუმი. ეს არის პლატფორმა, სადაც პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. მაკა ბოჭორაშვილის სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე შავი ზღვის გაზრდილი რეგიონული და გლობალური როლის შესახებ, ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც განიხილავენ საქართველოს როლს ევროკავშირის გაბართოების პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მონაწილეობას იღებენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ექსპერტები და განიხილება ის საკითხები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მე შესაძლებლობა მექნება მონაწილეობა მივიღო რამდენიმე პანელურ დისკუსიაში, რაც კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე გაკეთდეს აქცენტი. გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნების ჩატარების შემდეგ 6 კვირაში გამოკითხებით მემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერობს. ინფორმაციას ბრასელს სიგნალი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 9 აპრილს გამოქვეყნებული იფსოსის გამოკითხვის შედეგებით ისტორიაში პირველად გერმანელი ამომრჩევლების მეოთხედმა 25%-მა განაცხადა, რომ ხმას პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მისცემდა. ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის რეიტინგი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში 29%-ით მოიგო, ახლა 24%-მდე დაეცა. დონალდ ტრამპმა ჩინეთს ტარიფი 104%-მდე გაუზარდა. ახალი ტარიფი ძალაში ხვალიდან შედის. თეთრი სახლის განმარტებით შტატების ლიდერი სხვადასხვა ქვეყანასთან განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებს, რაც შეიძლება მოიცავდეს ისეთ თემებზე მსჯელობას, როგორიცაა საგარეო დახმარება ან ამა თუ იმ ქვეყანაში შტატების სამხედრო წარმომადგენლობა. ტრამპის გადაწყვეტილება კვლავ განხილვის საგანი არის ევროკავშირში, მაკრონის საპასუხო ზომებს აანონსებს. თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი რამდენიმე მილიარდიან მოგებაზე საუბრობს. I'm telling you, these countries are calling us up, kissing my ass. ქვეყნები გვირეკავენ, ისინი უკანალზე მკოცნიან. ჩვენთან გარიგების სურვილი კლავთ. გთხოვთ, სერ, დადე ჩვენთან გარიგება. ყველაფერს ვიზამთ, რაც თქვენ გსურთ, სერ. მე ვფიქრობ, რომ სოფლიოსთან სავაჭრო ომი არაა, იმიტომ რომ ყველა ჩვენთან მოიჩქარის. ახლა იაპონიიდან მოდიან, თვითმფრინავით მოფრინავენ, ბევრნი არიან. ყოველი მათგანი ძლიერი მომლაპარაკებელია. ამერიკა ძალიან მალე კვლავ მდიდარი გახდება. ამას მალე ნახავთ. ოფიციალური პეკინი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს. ჩინეთის საგარეო უწყების პრესპიკერის განცხადებით ზეწოლა მუქარან შანტაჟი ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა არ არის და თუ ამერიკას ატარებენ სავაჭრო ომის გადაწყვეტს, პეკინი პროვოკაციებს არ შეუშინდება. სტამბოლის დაკავებული მერის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართეს სტუდენტებმა. სტამბოლსა და ანკარაში დემონსტრაციას ათასობით ადამიანი შეუერთდა და ისინი ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. ექრიმ იმამოღლუ 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ის ამის შემდეგ ოპოზიციამ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
Many protesters are young. 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ქუთაისში, მერაბ კოსტავას ძეგლის შემდგეს გვირგვინით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება. ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ 9 აპრილის გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატივი მივაგეთ 1999 წლის 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს. მოვეფერეთ მათ სახლებებს, მათ გვარებს. მადლობა მინდა გადაუხადო იმ ხელს, ვინც გვიტანა ეს თავისუფლების 36 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენა გაიხსენეს გორშიც, მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ადგილზე გადაიხადეს კარდაცულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. მე მგონი ოჯახი არ დარჩენილა, ვისაც არ შეხებია ეს ტრაგედია. პირადად ჩემი და მოწამლული გახლავთ 9 აპრილს. ეს იყო საშინელი ტრაგედია. ენით აუწერელი ტკივილი, რომელმაც გაგვაერთიანა და საოცარი სიყვარული გააჩინა ადამიანებს შორის. ღმერთს ვთხოვ, მოგმადლოს სიმშვიდე, სიყვარული, ერთიანობა და აღარასოდეს მსგავსი საშინელება აღარ მოხდეს. 21 ქართველი გმირი შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. პირველ რიგში მათ ოჯახებს მიუსამძიმრებ და თქვენ კიდე ყველა ქართველს გეტყვით, რომ ეს მოსალოცია, რომ ესეთი ადამიანები ჩვენ ყავს და მათ მაგალითებზე ვიზდებით ჩვენს და ჩვენი შვილები. და ბოლო სპორტი გივი მაჭარაშვილის ამგზის ევროპის ჩემპიონია ბრატისლავაში თავისუფალი სტილის ჭიდაობაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა ნეიტრალური დროშით გამომცნო ყურბანს 3-2 ზლია, მან უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა. ასეთი იყო კურიერი 6-ზე დღის ყველა ამბავი ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორიჯიზე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.